პრეზიდენტად წოდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ წინააღმდეგობრივ ბრძოლას ვახორციელებთ საბოლოო შედეგამდე და დღეისათვის არსებული 800,000-ზე მეტი ხელმომწერთან ერთად ვიმეორებთ ულტიმატუმის დასკვნით ნაწილს. თუ მიხეილ სააკაშვილი იგნორირებას გაუკეთებს ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას, არ მიიღებს ქვეყნისთვის აუცილებელ გადაწყვეტილებას და 2013 წლის 20 იანვრისთვის მისი არჩევიდან 5 წლის ვადის გასვლისთანავე არ გადადგება, მაშინ ჩვენ გაერთიანება ერთსულოვნება და საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა 20 იანვრიდან როგორც თბილისში, ასევე საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა რეგიონებში შევქმნით მობილურ საპროტესტო წინააღმდეგობრივ ჯგუფებს, რომლებიც მოქალაქე სააკაშვილს არ მისცემს უფლებას ძალადობრივ მიიტაცოს ხელისუფლება და არ მისცემს საშუალებას გადაადგილდეს საქართველოს ტერიტორიაზე პრეზიდენტის რანგში. შევქმნით ისეთ გარემოებას, რომ იგი შერწყენილი იქნება მსოფლიოს თვალში. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით მიხეილ სააკაშვილი 2013 წლის 21 იანვრიდან საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის და სრულ თანხმედრაშია საქართველოს მოქალაქეთა ნებასთან და დადასტურებულია საქართველოს კონსტიტუციით და უმრავლესობის ხელმოწერებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ მიმართავთ მასმედიის ყველა წარმომადგენელს, ყველა სახელმწიფო თუ არასამთავრობო დაწესებულებას და ვთხოვთ მათ, რომ 20 იანვრის შემდეგ მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი არ იქნეს მოხსენიებული პრეზიდენტის რანგში, რამე თუ 20 იანვრიდან მისი პრეზიდენტად ხსენება აღიქმნება როგორც საქართველოს მოქალაქეების ნების წინააღმდეგობა. დღეს მდგომარეობით ჩვენ სამოქმედო გეგმაში ასევე შედის მრავალი სხვა მომენტებიც, რომელთა შესახებ ჩვენ წერილობით წარმოვიდგენთ და